ქუთაისში ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის ჯებირიდან შუახნის მამაკაცი გვირაბში ჩავარდა და გარდაიცვალა. იქ დასაქმებულთა განცხადებით მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ მოხდა. მათი თქმით, უსაფრთხოების მიზნით დამცავი მოაჯირების მოწყობას დიდი ხანია ითხოვენ, თუმცა პრობლემა ამ დრომდე მოუგვარებელია. 1000-ჯერ მოვითხოვეთ გვირაბის თავზე მოაჯირის გაკეთება, ყურადღება არავინ მოგვაქცია. ეს უკვე მეორე შემთხვევაა. ამბობს მიწისქვეშა გადასასვლელში დასაქმებული პირი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურები. ფოტო და ინფორმაცია სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა დავით ცხვარაძემ გაავრცელა. ტრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები საგამოსცო პროცესის გაუმჯობესების მიზნით ქუთაისსა და ფოთში მარშრუტების ცვლილება განხორციელდა. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში სატრანსპორტო საშუალებების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისათვის განკუთვნილი 4-ვე მარშრუტი ჩანაცვლდა ახალი მარშრუტებით. ფოთში სატრანსპორტო საშუალებების B და BE კატეგორიის მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპს დაემატა 4 ახალი მარშრუტი, ხოლო C კატეგორიას ასევე C1-სა და D1 ქვეკატეგორიებს 1 ახალი მარშრუტი. მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლობის საქმეზე მსჯავრდებულებიდან დემეტრე ჩიქოვანს 9 წლითა და 9 თვით, ანინას ყიდაშვილს კი 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლია მიიღო. პროკურატურა დემეტრე ჩიქოვანს გიგა ავალიანზე თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანინას ყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავებოდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი. ყველაფერს გავაკეთებ. მე ერთ რამეს ვიტყვი. ახლა მიუმართავ კიდევ ვინც გარეთ არის დარჩენილი. ბრალდებულებს იმათ. თქვენ რამ ბიჭი მოკალით? მე ის ბიჭი წავიღე და პეტრე პავლეს სასაფლაოზე მიწაში დავმარხე. თქვენ რა გგონიათ? მე ჩემი ზრუნვაში გაზრდილი შვილი სილმიცაში რო ჩავფინე სახში თბილოგის მოვაშურე არა მე სახში თქვენთვის დავბრუნდი მკვლელებო თქვენთვის დავბრუნდი სახში და ყველას მოისმენთ უმაღლეს სასჯელს როგორ დღეს მოისმინა ორმა დამნაშავემ მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დღეს დიახ ახსენა რომ გიგა ავალიანი იყო სრულად უდანაშაულო. დემეტრე ჯინჯოლიამ ახალგაზრდა მოსამართლემ უშიშრად სამართლიანი სიტყვით ღირსეულად დაიცვა ღირსეული ახალგაზრდის გიგა ავალიანის ღირსება. მოგეხსენებათ, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარგიცებულებათა ერთობლიობა, რომელმაც უკვე დაადასტურა ბრალწარგენილი ქმედების ჩადენა ბრალდებულების დემეტრე ჩიქოვანისა და ანინას ყიდაშვილის მიმართ. ეს აისახება სასამართლოს გამოუწყნებელ განაჩენში, რაც უკვე მიღებულია. რაც შეეხება მკიცებულებებს, ამ განაჩენს საფუძვლად დაედო ჩვენს მიერ შეკრებილი და გამოძიებული საქმის მასალები და სასამართლოში გამოკვლეული მკიცებულებები, კერძოდ ესენი გახლავთ მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოკამერის ჩანაწერები და ბრალდებულთა შორის არსებული მიმოწერები. ასევე ინფორმაცია ნომრების დეტალურებისა და შემავალ-გამავალი ზარების სახით, რომელიც უთყუარად დადასტურებს, რომ ამ ბრალდებულებმა რეალურად ჩაიდინეს ბრალწარგენილი ქმედება. საქართველოს პროკურატურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილია 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების გამო საქართველოს 4 მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის ეგრეთ წოდებული кейსის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას სპირდებოდნენ. გიორგი მიქაიას თქმით, დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის
საქართველოს მოქალაქესთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის, ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლენილია 2 ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. გამოძიებით დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრის გადაკვეთა გართულდა. აღნიშნულის გამო საქართველოს 4 მოქალაქემ დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს მოიძიებდნენ და მათ თავშესაფრის მისაღებად საჭირო ისტორიის ეგრეთ წოდებულ кейსის შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას პირდებოდნენ. საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია საქართველოს 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს მიმართეს. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეგრეთ წოდებულ кейსებში არარსებულ ისტორიებს წერდნენ თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს და სანაცვლოდ დიდი ოდენობით თანხებს ითხოვდნენ. კერძოდ, ყალბი ეგრეთ წოდებული кейსის შედგენის სანაცვლოდ 1000-დან 1500 ამერიკულ დოლარამდე თანხას, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის 3000 ამერიკულ დოლარს. გარდა მითითებული თანხებისა, თავშესაფრის მაძიებლის საქმის წარმოებისა და წარმატებით დასრულებისთვის თითეული მოქალაქისაგან ითხოვდნენ და იღებდნენ დამატებით 6000-დან 8000 ამერიკულ დოლარამდე თანხას. ასევე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 2 წევრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულ და საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებს დახმარებას პირდებოდა. სანაცვლოდ კი დიდ ოდენობით თანხას ითხოვდნენ. ბრალდებულები 4 მოქალაქის კუთვნილ 10000 ამერიკულ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეებს დახმარება არ გაუწიეს. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეებს კანადის ვიზის მიღებაში დახმარებასაც პირდებოდნენ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ფარგლებში ერთ-ერთმა ბრალდებულმა კანადის ვიზის მიღებაში დახმარების მიზნით 800 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ პროკურატურის ოპერატიულ თანამშრომელს დაუმზადა ყალბი საბანკო ამონაწერი ცნობა სამსახურის თაობაზე, თითქოს და ეს უკანასკნელი დასაქმებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა ყალბი დოკუმენტაცია. საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლენილია კიდევ ერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მოქალაქეებს ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდა. ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალური ქსელის სხვადასხვა პლატფორმაზე განათავსეს განცხადებები, რომლითაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველ პირებს ვიზის მიღებაში დახმარებას თავაზობდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ აპლიკაციის შევსებისთვის საჭირო თანხის გარდა ვიზის მიღებამდე თანხის გადახდა არ მოუწევდათ. ვიზის მიღების შემთხვევაში კი 10000-დან 15000 ამერიკულ დოლარამდე უნდა გადაეხადათ. ჯგუფის წევრებმა 65 საქართველოს მოქალაქეს ამერიკის საელჩოში წარსადგენად დაუმზადეს და გადასცეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები, რომელთა გამოყენებითაც მოქალაქეთა ნაწილმა შეძლო ვიზის მიღება. ვიზის მიღების შემდეგ მათ 112000 ამერიკული დოლარი ხელზე გადასცეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. მას შემდეგ, რაც წარმოშობილი ეჭვების საფუძველზე საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა, გამოვლინდა დანაშაულებრივი ჯგუფის სიყალბე, რის გამოც ყველა მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ეხმარებოდნენ, ვიზა გააუქმდა. მიუხედავად აღნიშნულისა 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ფინანსური სარგებლის სახით მოქალაქეებისაგან მიიღეს 142786 ამერიკული დოლარი, 15095 ლარი და 1560 евро. ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის გედადე ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილით
პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში წინასწარი შეცნობით უკანონო დარჩენისთვის ან და პირის მიერ ამავე მიზნით უცხო ქვეყანაში საერთაშორისო დაცვის მისაღებად საქართველოს მოქალაქის მიერ მისი უფლებების ან თავისუფლებების დარღვევის თაობაზე წინასწარი შეცნობით მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობა ორგანიზება ორი ან მეტი პირის მიმართ ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ორგანიზებული ჯგუფის მიერ 180 მუხლის მეორე ნაწილის და მესამე ნაწილის B ქვეპუნქტით თაღლითობა, ესე იგი მართსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმების ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით ყალბის სხვა ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღება ფაქტზე წარედგინებად, რაც სასჯელის სახე და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურა 9-ვე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება როგორც აღნიშნულ ფაქტებზე, ასევე სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით. ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა თბილისში მდებარე 6 საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და სხვადასხვა ნივთს, მათ შორის ძვირფასეულობას ფარულად დაეუფლა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციის მიერ ნივთმტკიცება დამოღებულია. ნაქურდალი ნივთების დიდი ნაწილი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების შეძენა შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულების პირადი ჭრიკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი 94 აბი ამოიღეს. ჩატარებული ჭრიკის შედეგად ასევე ამოღებულია ფსიქოტროპული ნივთიერება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 261, 262 და 263 მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით პირები საქმიანობდნენ ბიზნეს ოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე. ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯერებდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი. სააგენტოს ინფორმაციით ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა.